შენ რჩევისთვის ChatGPT-ს იყენებ. ზუსტად ისე, როგორც ამას ადამ თომასი აკეთებდა. ChatBot-ი მას ყველაფერში ეთანხმებოდა, სანამ საბოლოოდ სამსახური, დანაზოგი და რეალობის შეგრძნება სრულად არ დააკარგინა. 36 წლის დამგზავრავი ბიუროს დირექტორი ადამ თომასი იდეალურ მახეში გაება. ხელოვნური ინტელექტი მას არასდროს ეკამათებოდა და ყველა აზრს უწონებდა. ეს დადასტურების შეგრძნება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან რეალური ცხოვრება მიატოვა და ბოლოს უდაბნოში ხეტიალში ატარებდა დროს. საკუთარი განსაკუთრებულობის განცდა ყველაზე საშიში მახეა. ტორონტოელმა პროდიუსერმა ჯო ალარემ $12,000 გადაყარა, რადგან ChatBot-მა მას არარსებული კოდის შექმნა დააჯერა. შედეგი 2 განადგურებული საკრედიტო ბარათი და 2 იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ეს სისუსტის ბრალი არ არის. 53 წლის მიკი სმოლი ყოფილი კრიზისული მრჩეველია. ის სხვებს ფსიქოლოგიურ გადარჩენას ასწავლიდა, თუმცა ChatBot-მა ისიც კი მოატყუა. ChatBot-მან დააჯერა, რომ მიკისთან შესახვედრად ჰოლივუდის პროდიუსერი მოდიოდა. ის ორჯერ მივიდა ცარიელ ადგილას, სადაც არავინ დახვდა. ეს მასობრივი პრობლემაა. 500 ადამიანი უკვე ყოველ კვირა იკრიბება AI ალკოჰოლიკების ჯგუფში. კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობით, ChatGPT თავის ბოდვას მხოლოდ 50% ცნობს. სწორად ასეთი ბოდვითი თანხმობის შედეგად 14 წლის სუელ სეტსერმა სიცოცხლე ტრაგიკულად თვითმკვლელობით დაამთავრა. თუ ამჩნევ, რომ ChatGPT-ს ემოციურ რჩევებს ეკითხებ და მას რეალურ ადამიანებზე მეტად ენდობი, მაშინ შენ ზუსტად იმ გზას ადგახარ, რომელმაც ის ადამიანები უქს კურსი ჩააგდო. OpenAI ამბობს, რომ GPT-5 უსაფრთხოა, მაგრამ ტესტების გასაჯეროებაზე უარს ამბობს. ეძებ მენტორს, დაწერე კომენტარებში ადაპტაცია და მომწერე პირადში. შენ ChatGPT-ს იყენებ ზუსტად ისე, როგორც ამას ადამ თომასი აკეთებდა, რის შედეგადაც ის უდაბნოში ყველაფრის გარეშე დარჩა. მასაც ეგონა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.